ჩვენი ინტერვიუც სუსის განცხადების შეფასებით უნდა დავიწყოთ, რომელიც გვამცნობს, რომ ეგრეთ წოდებული ქიმიური იარაღის გამოყენების ნაწილში უწყებაში დაწყებული გამოძიება დასრულებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასახელებს იმ ნივთიერებას, რომელიც შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციების დარბევისას იყო გამოყენებული და ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით ეს ნივთიერება არ აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული კამიტი, არამედ ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუსის ინფორმაციით შეიძინა 2007 და 2009 წლებში. რაც შეეხება თვითონ ეგრეთ წოდებულ კამიტს, სუსი ადასტურებს, რომ ასეთი ნივთიერება არც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და არც წინა ხელისუფლების დროს არასდროს შესყიდულა. რა სიტყვით ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სუსის განცხადების შემდეგ თემა დახურულია, რადგან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის საკითხზე ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი. რამდენად იხურება ეს თემა თქვენთვის, მოდით ასე მარტივად. ძალიან უნდა ქართულ ოცნებას ეს თემა დახურულად გამოაცხადოს, მაგრამ ივანიშვილმა და რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ეს როგორც კობახიძემ, ასევე გომელაურმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილე, რომელიც ახლაც მოქმედი მოადგილეა, აღიარეს, რომ რაღაც გაურიეს წყალში, რაც უკანონო იყო. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ჩვენ კარგად ხედავდით პროპაგანდა, სახელმწიფო პროპაგანდა, როგორც ცდილობდა რამოდენიმე ვერსიით გადაეფარა და ბოლოს ის ვერსია გამოიყენეს, რაც თქვენ წაიგეთ, რომ უნდათ რომ თემა დახურონ, მიჩქმალონ ეგრეთ წოდებული გამოძიებით. აი პირველი თუ გახსოვთ, თქვენ იყო რომ BBC არის fake media. ერთი მეორეს მიყოლებით ეს მართლა ფეიქები ამბობდნენ რომ BBC არის fake media. შემდეგ დაიწყეს ის რომ ეს ნაციონალების დროს იყო ნაყიდი და ვანო მერაბიშვილის თუ ვიღაცას ხუსტი ბრალია. გახსოვთ ალბათ ეს ერთი მეორეს მიყოლებით, შემდეგ ამას იმეორებდნენ. მესამე იმეორებდნენ რომ თითქოს არავინ მოწამულა. უბრალოდ არავინ მოწამულა ნოემბერ-დეკემბერში და ჩვენ ვიცით რომ მოწამვლასთან ერთად ასობით ადამიანის სხეულის ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. მათ შორის ყველა ამბობდა რომ წყალში გარეული იყო რაღაც ნივთიერება. 54 ადამიანიდან მხოლოდ 5-მა მიმართა ინტოქსიკაციით კლინიკებს და ისიც მსუბუქი ინტოქსიკაცია იყო. ეს არის მე პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა და მე გაიყვა რომ და ყველა მიცოდა 100,000 ადამიანმა ვინც ნოემბერ-დეკემბერში და ყველა მიცოდა და განსაკუთრებით 28 და 29 ნოემბერს რომ წყალში გარეული იყო ქიმიური ნივთიერება. უბრალოდ იმდენად დიდ სიმხეცეს ჩადიოდა ქართული ოცნება და როგორ ხდებოდა ქუჩებში, სადარბაზოებში, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მომიტინგეებს, შვიდობიან მომიტინგეებს მთელი ღამეების განმავლობაში რომ დაძდევდნენ, გახსოვთ ალბათ. ხო, ამან გადაინაცვლა რატომღაც მეორე პლანზე, იმიტომ რომ მას ყისიერი რეაგირება და რეაქცია არ ქონია, ასე ვთქვათ, ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის და დღესაც ამბობს, რომ მას გამოყოლილი აქვს ეს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ აქ ამაზე კი არ არის საუბარი, ვინ მივიდა კლინიკაში ან ვინ არ მივიდა. ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე. პირველი საკითხი არის ის, რეჟიმმა გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ანუ რომ გამოიყენებინა და ყველას ჯანმრთელი გადარჩენილიყო, ეს არაფერია, ჯიბეში ჩავიწყოთ ხელები და გავაგზავნოთ ცხოვრება. რეჟიმმა გაბედა 9 აპრილის შემდეგ, ესენი არიან განსაკუთრებით საშიში ხალხი დღეს, ვისაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, გაბედა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ეს არის ფაქტი. ბატონო თეგო, აი კოდებზე მინდა ჩაგეკითხოთ, რა კოდებსაც BBC ასახელებს საკუთარ რეპორტაჟში. ამაზე სუს ასეთი პასუხი აქვს, გამოძიებით დადგენილია, რომ BBC-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის ავერს, GPC-ს, რუსთავის აზოტს და სხვებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი. აი ეს რიცხვები რას ამბობს თქვენთვის და ამ არგუმენტს როგორ გააბატონებთ? როცა განცხადება გავრცელდა სტატია ველოდე ფილმს გულწრფელად რო გითხრათ სოციალურ ქსელში წარმქონია შესაბამისი რეაგირება და ჟურნალისტებსაც მას შემდეგ დავიწყე კომენტარის გაკეთება საკითხზე აქტიური და პრეფიგიც ჩავატარეთ როცა უკვე ცხადი გახდა მტკიცებულებების ნაწილი და იცით რატომ გახდა მტკიცებულებების ნაწილი ცხადი რომ ამ ფილმში
მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამაზე შესაძლო, ამაზე საუბრობენ, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები და ქართველი, ასე ვთქვათ, ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მაღალი ჩინოსნები. ეს კი არ არის მხოლოდ მტკიცებულება, ანუ მტკიცებულება არის ერთი დოკუმენტაცია და მეორე სხვა პირები, რომლებიც ამ ფილმში არ ჩანან, მაგრამ მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდება და ამ კოდის ქვეშ ყველა ის ნივთიერება, რომელიც არის მათ შორის, მისი წყალთან ერთად საზოგადოების, ანუ მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ გამოყენება არის აკრძალული. რასახის კამიტია სხვა, ასე ვთქვათ, ნივთიერება უფრო მძიმე ან მსუბუქი. ეს უნდა დადგინდეს საერთაშორისო გამოძიებით, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა 1 საათი, 5 საათი. ის დღე მინიმუმ, ის კი არ უნდა დაეწყოთ, რომ BBC-მ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. არამედ ის უნდა ეთქვათ, რაც თუნდაც უსმა ბოლოს შემოგთავაზა გამართლებად. მაგრამ ამით გამბედაობა არ ეყოთ, იმიტომ რომ მათ აქვთ დანაშაული ჩადენილი და შიგნითაც ეძებდნენ, ერთ ვერსიად განიხილავდნენ შიგნით ასე ვთქვათ, დამნაშავის გამოკვეთას და ეს ჩვენ ვიცით, ხო? ვახო გომელაურს დააბრალებდნენ თუ ასე შემდეგ და ეხა მარტო ვახო გომელაურს ვერ დაბრალდებოდა, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ ბრძანება გაცა, იქ ვიღაცამ მიიტანა და ის ჩააცხა, ხო? და ვიღაცამ ამაზე პასუხისგებლობა აიღო და ამიტომ მიიღეს ის გადაწყვეტილება, თითქოს არაფერი მომხდარა ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ BBC-ს გამოძიებას დარწმუნებული ვარ, მე იქნება ერთი მხრივ როგორც ჟურნალისტური გამოძიების მიმართულებით გაგრძელება, მე ამაში დარწმუნებული ვარ და მეორე მხრივ ექნება სამართლებრივი შეფასება. საერთაშორისო გამოძიების ნაწილზე კითხავთ, ახლა ჯამში ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ BBC-ს რეპორტაჟი იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა. ახლა თავის მხრივ ოპოზიციაში რჩებით იმ პოზიციაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, ამიტომ აქ ორი კითხვის დასმა მინდა ერთობლივად. ერთი მხრივ, არ ვიცი, თუ მოსინჯეთ პოლიტიკოსებმა ფონი, რამდენად მზად არიან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, ორგანოები ამ საქმეს და ამ საქმის გამოძიებას ხელი მოკიდონ და მეორე მხრივ, არ ვიცი, აი ქართული ოცნება მზადაა დაინტერესებულ საერთაშორისო სუბიექტებს ყველანაირი დოკუმენტაცია იქნება ეს შესყიდულ თუ გამოყენებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით გადასცეს და მიაწოდოს. ეს მზადყოფნა არ გაშინებთ, ეს მზადყოფნა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტები შესაძლოა ქართული ოცნების მხარეს იყოს. ერთი მე ის მხოლოდ ის მაშინებს და ჩვენ ის მაშინებს, რომ ხელისუფლება მიტაცებული აქვს იმ ხალხს, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღს იყენებს და წყალში, რათა ხალხს მიაყენოს მძიმე დაზიანება, წყალში უყურებს ქიმიურ ნაერთებს. ეს მაშინებს მხოლოდ. რაც შეიძლება რაღაც დოკუმენტები, რაც შეიძლება მეცაც გეტყვით, შეიძლება არ არსებობდეს საერთოდ დოკუმენტები და ისე კონდეთ შემოტანილი. რა ქართულ ოცნებას არ უქნია 700 მილიონი დოლარი ამ ბანდიტებმა შემოიტანეს ქვეყანაში ისე, რაც თვითონ აღიარებენ. რომ ვერავინ ვერ გაიგო. 700 მილიონი დოლარი არის რამოდენიმე თითქმის 2 ათეული ტონა. ანუ ისე შემოიტანეს და თქვენ ამბობთ რაღაცა ქიმიური ნივთიერება, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცა ისე ანუ 700 მილიონი დოლარი მეორე ადგილზეა ფულის გათეთრებით მსოფლიოში. და თქვენ ამბობთ, რომ ამ ხალხს რაღაც დოკუმენტი ექნება? ეს ხალხი არის გამყალბებლები, ფალსიფიკატორები, ეს ხალხი არის კრიმინალების ბანდა, რომელმაც 2 მილიარდი ლარი გაათეთრა საქართველოში. მათ შორის ეს ადამიანები დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, ამაზე საუბრობს ჩვენი სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოები, ამაზე საუბრობს რუსული საინფორმაციო წყაროები, სამართლიანი და ობიექტური საინფორმაციო წყაროები, რომ საქართველოში თეთრდება დიდი ოდენობით ფული. არა მხოლოდ რუსული, სომხური, აზერბაიჯანული წყაროები და შეგვიძლია გაიცნოთ. და ამ ადამიანებს ახლა რა დოკუმენტი წარედგინათ, მაშინ რატომ ამბობდნენ, რომ BBC არის fake media და რაღაცა deep state-მა დააორგანიზა BBC-ს სიუჟეტი და რაღაც ზღაპრებს უყვებოდნენ 4-5 დღე ადამიანებს. თუ ქონდათ ეს დოკუმენტები, რას მალავენ? რატო აშინებენ და კიდევ უფრო ასე ვთქვათ, თულ მდგომარეობაში. ეს კითხვა, რატომ არ ხდება? ხო, რატო გამოაქვეყნდა მაგით, როცა დაიწყეს ექსპერტების დევნა და იმ ადამიანების დევნა, ვინც ამ გადაცემებში, ასე ვთქვათ, და ამ სიუჟეტში საბოლოო ჯამში ეს გასაგამოძიებო ჟურნალისტი ის ერთ-ერთი ის არის BBC ამას 2 კვირაში 3 კვირაში ერთხელებს გავს სხვადასხვა ქვეყნებზე, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე აკეთებს ხოლმე და მაგალითად გელა ხასაია
რომელიც არის ამ ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც უბრალოდ ხო არ გამოუკითხავთ საპატიმროში, ხომ არ გაქვთ ამის ინფორმაცია. არ გვაქვს ამის ინფორმაცია, ანუ არ გამოუკითხავთ, რომ ქონოდა ამას რომ გამოეკითხათ, გვეცოდინებოდა, ანუ არ გამოუკითხავთ. კელახასია ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს, იქ მანიფესტაციის ნაწილზე საუბრობს, მშვიდობიან პროტესტზე და აქტივისტების როლზე ამ პროტესტში, ამიტომაც არ კითხეს, ვერც ეცოდინებოდა ახლა კელახასიამ, საიდან უნდა იცოდეს რა ქიმიური იარაღი გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ მე არაფერს გამოვიწყავ. მართლა არაფერს გამოვიწყავ, ანუ ადამიანს ედავებიან, წარმოგიდგენთ პროპაგანდა როგორ მუშაობს, აი გამოცდილი ჟურნალისტი ხართ, ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ინფორმაციური წყაროს გამტარიც ხართ, იმიტომ რომ პოლიტიკოსებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან გაქვთ კომუნიკაცია, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თუ ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს, ეს არის უთხვარი მტკიცებულება, ხო? თუ წარმოადგენთ დოკუმენტაციას, რომ ეს ჩავასხი და აი ესე არის და მოწმე იტყვის ამას, მორჩება ამაზე მსჯელობა. ამ დროს ამის პარალელურად წარმოიდგინეთ თქვენ, რომ დევნიან იმ მეცნიერებს, მაგალითად კონსტანტინე ჩახუნაშვილს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს ფილმში. მან თქვა, რომ ის 5 კი არა, 80-ზე მეტი ადამიანი, ვისაც მძიმე სიმპტომები ჰქონდა ამ დარბევების შემდეგ ჩაუტარა ანალიზები და ჩაატარა კვლევა სიმპტომების შესახებ, თორე მან კი არ დაადგინა რა იყო. ანუ აქ არის სიმართლე. ქართულ ოცნებას რო სიმართლე უნდოდეს, იმ 80-ზე მეტ ადამიანს მოძებნიდა, გამოკითხავდა ჯანმრთელობის პრობლემები რომ მიიღეს და დადგენილად როას, დადოკუმენტირებული როა ის მტკიცებულებად უკვე მათი ჯანმრთელობა იმად გამოკითხავდა და არა ვიღაცას ვინც Facebook-ზე დაწერა რომ მე დავზიანდი, მეც დავზიანდი, მაგრამ არ დამიწერია ახლა Facebook-ზე და მეც უნდა მის არ swap-ი რა თქმა უნდა. BBC-ს რესპონდენტები რადგან ახსენეთ, ერთი კითხვა მათ კონტექსტშიც უნდა დავსვათ. ახლა ქიმიური იარაღის ნაწილში კი დაასრულა სუსმა გამოძება, თუმცა გრძელდება გამოძება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და სხვა შორის ირაკლი კობახიძემ გააკეთა 2 დღის წინ გაცხადება, ვის მიმართაც დადასტურდება, რომ მათი ქმედება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისხინიკო მიმართული კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. აი როგორ ფიქრობთ რა იქნება სუსის შემდეგი ნაბიჯები და ვის ემუქრება ქართული ოცნება BBC-ს რესპონდენტებს თუ არა მხოლოდ? წარმოიდგინეთ, მე დაწუნებული ვარ არა მხოლოდ და ეს ქართული ოცნება მხოლოდ მუქარაზია ბოლო პერიოდში თუ გადაავლებ თვალყურს მათ პოლიტიკურ განცხადებებს, მხოლოდ მუქარაზია გადასული. მაგრამ ამ მუქარეს არავის არ ეშენია, ესეც ცხადად ჩანს. ეს ერთი. მეორე. ქართული ოცნება ეხლა პოლიტიკური პატიმრების დამატებაზე რო წამსვლელია, ეს ცხადია, ხო? ანუ მათ ეს პრობლემა არ არის. მალე ვინც ქვეყნის გარეთ გავა, იმათაც დააკავებენ. მე ამაში ვარ დარწმუნებული და იმაშიც ვარ დარწმუნებული, ადამიანებს ქვეყნის დატოვება შეუზღუდავენ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს. ამის დროც მოვას, მანამდე თუ არ ჩამოშალეთ ეს რეჟიმი. ეს ერთი. მეორე საკითხი არის ის, რომ ეხლა კობახიძის მუქარეს არავის არ ეშინია. ეს არის ცხადი. მაგრამ კობახიძეს შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და ამას აკეთებს ჩვენს ქვეყანას და მათ შორის ამ მიმართულებით გააჩინოს დამატებითი შესაძლებლობა, ანუ ხელფეხი გაუხსნას ჯალათებს, რომ არა მხოლოდ ქიმიური იარაღი გამოიყენოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ ფიზიკური გასწორება, ქუჩებში დახვედრა, ფიზიკური განადგურებაც კი იყოს დაშვებული და ეს მოხდება ირაკლი კობახიძის და ის მოხდა უკვე ირაკლი კობახიძის პრემიერობის, ეგრეთ წოდებული პრემიერობის დროს. ირაკლი კობახიძის სახელით ან 21 საუკუნეში სადამ ჰუსეინის და ასადის და სხვა კადაფის და სხვა სახელები არავის დავიწყებია და პირველი რაც გვახსენდება, გარდა იმისა, რომ ისინი იყვნენ დიქტატორები, გვახსენდება ის დიქტატორების მიერ ჩადენილ დანაშაულებში, რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ლუკაშენკოზე რატო არ ამბობენ იმავეს? ლუკაშენკომაც ხო სასტიკად დაარბია ადამიანები. გარდაცვალება, ანუ ფატალური შედეგი დასრულდა მათ მიერ აქციების დარბევა. რუსული კანონის დროს ხო ასევე ძალიან მძიმედ დაარბია ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი მომიტინგეები. პუტინზე რატო არ ამბობენ? პუტინიც კი გაიმჩნევა. გახსოვთ ალბათ იმ დღეს ლავროვმა რო თქვა, ჩვენ ხალხთან არანაირი კავშირი. პუტინსაც კი არ უნდა თანამონაწილეობა და მის ადმინისტრაციას და ლავროვს, რომ რაღაცნაირად იმ ხალხთან თანამშრომლობდეს, ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობენ კი არა, მათ დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ საჯაროდ რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. თითზე ჩამოსათვლელი რეჟიმებია. სამწუხაროდ საქართველოში ისტორიული გამოცდილება გვაქვს 9 აპრილს ამასთან დაკავშირებით და როდიონოვის მაგალითი, მაგრამ იქ მტერმა გამოიყენა, მტერმა სხვა იყო მოსული და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. ეხლაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა იგივე მტერმა, რუსეთმა კობახიძის შესრულებით. შაბათს სლოგანით
რეჟიმი გვწამლავს ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება თბილისში საპროტესტო აქციაც გაიმართა მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციისკენ მოაწყვეს მსვლელობა და მოდით ერთი კითხვით მოქალაქეთა რეაქციაც შევაფასოთ. აი რა სიტყვით, რამდენად არის BBC-ს რეპორტაჟთან დაკავშირებით თავად ხალხის რეაქცია ისეთი რაც უნდა გქონდეს თავმოყვარე ერს და მის მოსახლეობას. თითქოს მაინც მხოლოდ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გადის ქუჩაში, არა და ერთი შეხედვით საზოგადოებაში ძალიან დიდია ნებათა ღელვა და აჟიოტაჟი ამ თემაზე. რითი შეიძლება მაშინ ეს აიხსნას? პირველ რიგში თითქმის ყოველ თვე, იმის გარდა რომ ყოველდღიური უწყვეტი პროტესტია, ყოველ თვე არის მრავალრიცხოვანი აქცია. აი მაგალითად 28 ნოემბერს დათვლებით 30-35,000 ადამიანი იყო აქციაზე. ეხლა შაბათს ჩემი აზრით დაახლოებით 10,000 ადამიანი იყო, რაც გავს ეს ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, ეს მნიშვნელოვანია და წარმოიდგინეთ ეს არის პროტესტის ისეთი მოთხოვნა, რომელიც ქართველ ხალხზეც არ არის მხოლოდ დამოკიდებული, ხო? უბრალოდ მოთხოვნა, შეიძლება ახალი სამართლიანი არჩევანი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მივაწვეთ და მივაწვევით ჩვენ რეჟიმს და ამას უკან დავახევნებთ, ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე საერთაშორისო გამოძიება მოთხოვნა იყო როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ასევე არის მოთხოვნა ქართველი ხალხის მიმართ, რომ ამათ არ აქვს ლეგიტიმაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართული საზოგადოების განცდით და ეს უკვე არაერთი ფაქტი დადასტურდა. ქართულ ოცნებას არ აქვს ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაციასთან ერთად აღიარება. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, იმაზე მეტი ვიდრე მოლოდინი იყო და იმაზე მეტი მხარდაჭერა იყო ქუჩებში, საზოგადოების მხრიდან, გამლელების მხრიდან, ვიდრე აქამდე ყოფილა, იმიტომ რომ მე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ბოლო თვეები თითქმის არა ყველა აქციაზე ვარ, თანაორგანიზატორი, მონაწილე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროტესტი გაგრძელდება, ეს საკითხი აი გამოძიება ჩავატარეთ და მორჩით ამაზე საუბარს, ესე ვერ იქნება. ეს არ არის ერთი რიგითი კრიმინალური დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს და ნოემბერ-დეკემბერში ყოველ დღეს ჩადიოდნენ დანაშაულს. აი ჟურნალისტებს, TV პირველი ჟურნალისტებს რომ დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინმე დაისაჯა იმ ადამიანებისგან. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ქალაქში ყველა მიცის ვინები არიან ისინი და ძირითადი მათგანი მგონი იდენტიფიცირებულიც უნდა ყავდეს შესაბამის ორგანოებს. ეს ერთი. მეორე, როგავას წინააღმდეგ რო განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობდა. თვითონ ბატონი როგავა ამბობს, ფორმულა ჟურნალისტი, რომ ვიცი ვინც არისო, ვინც დამესხმა თავს ყოველ შემთხვევაში ესე მოვისმინე. ვინმე დაისაჯა ამასთან დაკავშირებით, როგავა არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს რუსთაველის ქუჩაზე. ან ის BBC-ს ფილმში მოყვანილი მოქალაქე, რომელსაც წაქცეულს ურტყამდა ათეულობით პოლიციელი. ვინმე რომელიმე მათგანი დაისაჯა, რომელიმე მათგანის იდენტიფიცირებას სცადა რეჟიმა და ვერ განახორციელა, ეს ხო ტყუილია და ამის ჩამდენ რეჟიმს როგორ უნდა ვენდოთ, რომ ყველაფერი მორჩა, ეხლა და მოდი ამაზე არ ვისაუბროთ და ვინც ამაზე ისაუბროთ, აი კობახიძე გამოვიდა და დაგიჭერთ ყველას. ვის ეშინია? არ არის არ ეშინია და კობახიძე მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ზუსტად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს უმზადებენ ხოლმე ანალიტიკას ყოველდღიურს, აი თქვენი გადაცემით, სხვა გადაცემებით, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, დემოკრატიული და კრიტიკულ მედიაში და ზუსტად ვიცი, რომ ამას აკეთებენ და დარწმუნებული ვარ ამ ანალიზის საფუძველზე მთავარი ხაზი რა იყო დღის. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ვიცი, რომ ეს დაგემუქრებით, რომ დაგიჭერთ ეხლა თქვენ ამაზე არ ლაპარაკობთ, არ იმუშავებს. ამიტომ აი ჩემი პროგნოზი იქნება შეიძლება. ვიფიქრე ხომ არ ფიქრობს, რომ შეიძლება ამ ამბავს თვითონ ირაკლი კობახიძე გადაყვეს და შეეწიროს. მე გეტყვით, რომ ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ დაებრალებინათ ვიღაცისთვის. და ესე განიხლებოდა მაგალითად ვახო გომბელაური, უბრალოდ ისიც ამბობდა, რომ ნაციონალების ბრალია. ხო, ხვდებით ეს ხაზი მაგათი 13 წლიანი, რომ ესენის ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ისიც ნაციონალურ მოძრაობის ბრალია. ნოემბერ-დეკემბერში რომ დაგვარბიეს ნაციონალურ მოძრაობის ბრალია. ირაკლი კობახიძე როა პრემიერ-მინისტრი ნაციონალურ მოძრაობის ყველაფერი და კიდე კარგი ხუმრობაა ისეთ რომ ის რა ქვია, ანუ ესეთი ჩვენმა კოალიციის წევრმა დაწერა, რომ შვიდობის ხიდის დაანგრევა უნდა და ძეგლები დაანგრიეს, მონასტრები დაანგრიეს, რაც კი აშენდა 2012 წლამდე, ყველაფერი დაანგრიეს და რაღაც ქიმიური იარაღი შეინახეს და არ გაანადგურეს, ხო? აქედან გამომდინარე, სასაცილოა ეს, რასაც ისინი აკეთებენ, ეს ვერ იმუშავება, უბრალოდ მიხდნენ, რომ ვერ იმუშავება და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ თემას ეს საკითხი მათ
პრობლემებს არ შევხვდეს. პირიქით დარწმუნებული ვარ, პრობლემებს შევხვდეს. ბატონ თენგო, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ სხვა საკითხზე. რამდენიმე დღეში 22 დეკემბერს თქვენი კოალიციის 4 დაპატიმრებული ლიდერიდან ერთ-ერთი ზურაბ ჯაფარიძე დატოვებს საპატიმროს. მას სწორედ ამ დღეს ეწურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობის გამო, თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისჯილი 7-თვიანი პატიმრობის ვადა. აი კიდევ ერთხელ რა აჩვენა ზურაბ ჯაფარიძემაც და ამავე მიზეზით დაპატიმრებულმა სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა საკუთარი გადაწყვეტილებით და აი ახლა როცა თვეები გავიდა რა ჩანს აი რჩებით იმ პოზიციაზე რომ ეს იყო სწორი და არ ვიცი ის გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიეღოთ ოპოზიციონერ ლიდერებს ეს მათი პირველ რიგში ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ვინაიდან 4-ვე ლიდერი და 3 იყო დაბარებული ელენე ხოშტარია სოლიდარობის გამო არის ციხეში გაუგონარი ბრალდებით ასევე ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე 3-ვე ლიდერი დაიბარეს იმ საგამოძიებო კომისიაზე რომელთა დაკავშირებით გარდა იმისა რომ ეს კომისია იყო არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი რომ გაეკეთებინა ის რაც გააკეთა საერთოდ შეხებაც კი არ უნდა ქონოდათ ამ საკითხთან მათ შორის ზურა ჯაფარიძეზე დამკითხეთ თქვენ და ზურა ჯაფარიძე რომელიც არასდროს არ ყოფილა არანაირად არც ერთი ხელისუფლების პირობებში ხელისუფლებაში მაგრამ ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მელიას ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა კი არ უხარია არ ვინმეს კი არ უხარია საერთოდ ციხეში ყოფნა ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისინი არიან უკანონო პატიმრები არიან პოლიტიკური პატიმრები არიან პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული და ეს კიდევ დამატებით სად ჩანს იცით როგორც კი დაიწყო საუბარი იმაზე რომ ეხლა ვადა ეწურებოდა ზურას ნიკას და ნიკას ბრალი დაუმატეს ახალი მაქსიმუმი ვადა იმ ეგრეთ წოდებული მოსამართლის თითქოს შეურაცხყოფის გამო რომელსაც რაღაცა ნაჯახის არაადამიანური არაემპათიური სახით იჯდა იქ და თითქოს ხტომას უძღვებოდა ზურა ჯაფარიძე საერთოდ 7-დან 15 წლამდე ბრალი აქვს წარდგენილი რომელიც ასევე სრული სიგიჟეა და უპატივცემულობაა საერთოდ ქართული საზოგადოებისადმი რომ იქ საჯარო განცხადების გამო ადამიანებს იჭერენ და აპატიმრებენ ნიკა გვარამია საბოტაჟის მუხლი აქვს დამატებული ანუ ის რომ ვიღაცა 22-ში თუ 32-ში თუ პირველში თუ 5-ში ტოვებს საპატიმროს ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა არ გახორციელდება ამიტომ ჩვენ მალე უნდა შევასუსტოთ და ჩამოშალოთ რეჟიმი რათა მივიღოთ იმ ორი მოთხოვნის შესრულება ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევანი მადლობა ბატონ თენგო იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს